Დაგლუსო დაიხარეთ სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ ახარება საქმიანობაში გაძლიერება სოდების მიტევება მინდა გისურვოთ უფრო მეტი სულიერი ჰორიზონტი გაფართოებული ყოფილიყოს მეტად უფრო მეტი ისე ვთქვათ დამშვიდებული ყოფილიყოთ დაწნარებული იყოს მახვამდეც რა უწეს მახვამდეც და მახვაშიც კარგი პერიოდია ამაში რომ გამოვიდებით მე რომ დამშვიდეს გონობა ჩვენი დაწნარდეს და ზეცაზე ვიფიქროთ უფრო ყოველივე სოფლიო დაუტოვოთ ზრუნვა ვეცადოთ ახლა აი ამ მაქვის პერიოდში მაინც ხო როცა მოდის პირაში მოიწყება და ამაში მაინც ვეცადოთ რომ დაუტოვოთ ყოველივე ზრუნვა რომ უფრო მისაწვდომი გახდეს მადლის მოქმედებისათვის ჩვენი სული სამშვიდობო და სხეულის მთელი ჩვენი ცხოვრება შინაგანი თუ გარეგანი მივანდოთ ზეცას უფალს რათა იყოს ნება მისი უფლისნება და არა ჩვენი ნება კი ჩვენი ნება ეთანხმებოდეს მის ნებას მაგრამ იყავ ნება ჩემი ხო რომ იყავ ნება შენი ხო ზეცას მიმართ უფალს მიმართ ამიტომ აი ეს გავაკეთოთ ვითარცა ცათაშინა ესე ქვეყანას ზედა როგორც ჩვენ სულში ესე ჩვენ სხეულში როგორც ჩვენს გარეთ ესე ჩვენ შიგნით და ასე შემდეგ როგორც ხილულში ესე უხილავში და ასე შემდეგ შეიძლება ამის ანალოგიების გაკეთება რომ ადამიანმა გზა არ დაკარგოს არ დაკარგოს მიმართულება და კვალი თავისი უბრძოლებლად არიანოს არამედ მე ვარ გზა მე ვარ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლე აი ამ გზაზე ვიდგეს და არ გავდეს იმ ადამიანს რომელიც ერთ-ერთ იგავში მახსენდება რომელიც თვალები აუყია მოროტმა ხალხმა შეკრა და წაიყვანა და სადღაც დიდი მოშორებით სახლიდან დააგდო და დატოვა და როგორღაც მოახერხა შემდეგ იმ ადამიანმა ის რომ გაეხსნა ხელები მოეცილებინა თავიდან თვალებიდან ეს სახვევი და გამოიხედა სად იყო და ლოკაცია თავისი და ორიენტაცია გაერკვია და თავისი ლოკაცია გაერკვია და ტოპოსი სად იყო ხო და მიუხედავად იყო სად და რა ტერიტორიაზე იმყოფება ის კი მიხვდა სახლში არ იყო სად იყო ვერ ხვდებოდა მერე დაიწყო დაბრუნება ხან ერთს კითხა იმან არ იცოდა ხან მეორეს კითხა ხან მესამეს კითხა როგორღაც ნახა ქრისტიანი ადამიანი რომელსაც გზა გაუკლია მისცა მიმართულება სწორი მართალი მიმართულება მართლმადიდებლური მიმართულება ესე რომ ვთქვა ჩვენ შემთხვევაში იმისა რომ მე ვარ გზა მე ვარ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლე ანუ ის ქრისტეს გზისაკენ მიუთითა და ამაში წისვლა მიეცა მას და წავიდა აი ეს ადამიანს გვევარ ჩვენს რომელიც სადღაც აი ბოროტმა ძალებმა ამ ხილავმა მტრებმა რომლებიც ასე არ გვაკლია და ბრძოლაში ვართ გადაღამე მოსვენება არ აქვს ხომ ამ დროში და სივრცეში მაგრამ ყოველივე ესეც საჭირო არის უნდა დავაკვირდეთ ამას რომ რა ძირითადი ბრძოლები გვაქვს ჩვენ რა ლეიტმოტივი მეორდება ჩვენ ცხოვრებაში ბედი არ არსებობს არსებობს ჩვენი ღვთისნება არსებობს ბოროტისნება რომელიც ებძვის და ყოველთვის წარწმიდავს ღვთისნება ყოველთვის აცხობებს და არსებობს ჩვენი თავისუფალი ხასუსვამ ნება რომელიც თუ ღვთისნებას ეთანხმება მიყვება მას და არ ვითარებს ადამიანს და განაღმრთობს და არსებობს წარწმედელი ნება ხო თუ წარწმედელი ბოროტ დემონურ ნებას პარალელურად შედის ადამიანი მაშინ იგი მიდის დეგრადაციის კიბეზე ჩადის და გონია სადღაც ზევით მიდის სინამდვილეში მიდის ქვევით არანაირი ბედი არ არსებობს მითოლოგიური ფატალიზმით სრულწმენა რომელიც ქრისტიანობაში საერთოდ უცხოა და არანაირი ისეთი ძალა ბედის მსგავსი რომელიც ღვთისნებაზე მეტი იქნება და მას მისცემდა დავალებას და ტოტალურ დაპირთვას იმისა რომ რაც ღვთისნებას უნდა ის კი არ იქნება რაც ბედს უნდა ის იქნება ისე რაც ღვთისნებაზე მეტი რაღაცა ყოფილა კიდევ რაღაც არ ვიცი რა ხო იწურწმენა რომ თურმე მაინც ისახსრულდება რაც ღვთისნებას კი არ უნდა არამედ რაც ბედს უნდა და რაღაცა ბედმა უპირო ძალამ დააბეჭდა და დაახატა თავზე და რა თქმა უნდა ყოველგვარ ქრისტიანულ ცდელობას მაშინ აზრი ეკარგება კიდე სიკეთე გააკეთე კიდე ბოროტება ასტროლოგია შეგვიძლია გამოვიყენოთ ნუმეროლოგია შეგვიძლია სხვა გეომანტია და ასე შემდეგ სხვა ტიპის უამრავი ხაღარ ჩამოვთვლი ამ თემებს ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინ თუ კი ყველაფერი განსაზღვრულია
და განპირობებულია და ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, მაინც იგივე იქნება, რაც მისი მონდომების დამოუკიდებლად იქნებოდა, მაშინ არანაირ თავისუფალ ძალისხმევას, მარხვას, დოცვას და ასე შემდეგ ჩვენს კეთილ საქმეებს არანაირი უქმი და უაზრო ყოფილა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ამისა მაინც ისე იქნება, როგორც ეგრეთ წოდებულ ბეწმდომებია. მაგრამ მოუნანიებლობა არის, თუ კი ამ სრულ სახელს დავარქმევთ რაიმეს, რაც განმეორდება და ადამიანი ვერ ეშვება ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს სოდვისა, აი მას დავარქმევდი ბეწმე. მოუნანიებელი ცოდვის ღეჭვას, რომ ბედათ აქცია ადამიანმა სიმბოლურად, ისიც სიმბოლურად. ხასუსო, ბედად იქცია ადამიანმა ის, რომ ერთი და იგივე წრეზე სიბრუტივით ტრიალებზე თავისივე თავს ურუბოროსივით ჭამს და ანადგურებს. და რაღაც სინგულარულ სიცარიელემდე მიდის შემდეგ ბოლოს. დავარქმევდი ამას ბედს, იმას რომ ადამიანი ვერა და ვერ გამოაქვს თავისი გამოცდილება თავისი ცხოვრებიდან, ვერანაირად ვერ გამოაქვს დისტილაციას და იგავარaks ვერ აკეთებს, ვერ გამოყავს აქედან. პასუხს ვერ იღებს ამ განტოლებაზე, რასაც ერთი და იგივე ამოცანაზე, ერთი და იგივე შესწომას უსვამს სულ გაუთავებლად სხვადასხვა ნაირად ერთი და იგივე ქვაზე სხვადასხვა ფორმით იკრავს ფეხს, კრავს ფეხს და იქცევა. ამიტომ ამას დავარქმევდი თუ გინდა ბედი, აი ეს რაც. აი ეს როგორც შარჟი დავარქმევდი ამას ბედს. თუ ამასაც კიდე ბედი ქვია, ეს ადამიანის თავისუფლების არასწორი გამოყენების სხვადასხვა ვერსიები და არანაირი ფატალიზმია, გინდა თუ არა უნდა მაინც იმ ქვაზე თავპირი იმტრიოს, საერთოდ არ აქვს ამას არაფერი კავშირი აუცილებლობასთან. ამიტომ ამ ხრივ ის ლეიტმოტივი, რაც ჩვენ ცხოვრებაში გინდა თუ არა მეორდება და არა და ვერ ვიგებთ და ხვდებით, რომ ზეცა რაღაცას და სამყარო უფალი თავარი ფარველი ანგელოზი ჩვენი წმინდანი მიგვითითებს, გვეუბნება და გვასწავლის და გვიბიძგებს, იმას არ ვაკეთებთ ჯიუტად, არ ვაკეთებთ. და ეს დავარქვათ ამას და მაინც ერთი და იგივე შესწორება სხვადასხვა ფორმით ვიდევ. დავარქვათ ამას ბედი, რა კარგია. ჩვენი უცოდინარობას დავარქვათ ბედი. უცოდინარობას, ეს ვთქვათ, არაპროგნოზირების არ უნარს, ინტელექტის არ გამოყენებას ღვთისმსაჯებლად, გონების არ გამოყენებას, თავისუფლების არასწორად და უყუღმა არაწაღმა გამოყენებას დავარქვათ ესეთი შარჟული, მეგობრული შარჟი დავარქვათ ბედის სახით მაშინ. დავარქვათ კი ბატონო შეგვიძლია ეს. მაშინ ერთი დიდი მოუნანიებელი ბეცი სიბრმავისა და უცოდინარობისა და უგუნურების და იგნორამოსობის კაფსულაში და ჩარჩოში ყოფი ადამიანი გამოდის ამ ეგრეთ წოდებული ბედის სათამაშო მარიონეტის სვერდლი და აღარც ანგელოზი უნდა მას არც ზიარება ჭირდება ეს ადამიანს, არც ახსარება და არც საერთოდ არაფრის გაცნობიერება. იქნება ესე იმპულსიური თოჯინა ვიღაცის და ვის სატრიალებელი ხელში ამის ადვილი გაგება შეიძლება და არანაირი ამას არ ჭირდება დიდი ინტეგრალური აღრიცხვა და ფილოსოფიის ლექსიკონი. ჩვენებურად გაიგებ. და უკვე ვდებით მეგობრებო. ამიტომ პირიქით, იმიტომ რომ საფრთხისმეტყველო ცნობიერების საფრთხისმეტყველო ჰორიზონტის გაფართოება ნიშნავს იმას, რომ ჭუჭყოტანიდან იხურო ხსნილში თუ მარხვაში თუ არ ვიცი, შეცდომამდე თუ შეცდომის შემდეგ, არამედ გააღო ფანჯარა თუ კარები დავარქვა თუ გასასვლელი და მე ვარ კარი გავიხსენოთ. ვინც ჩემს მიერ შედის, შემგან შედის, ის საძოვარს ყოფს, ანუ სულიერ საზრდოს პოვებს. და სათადარიგო შესასვლელებს სასუფეველს არ აქვს. სადღაც სათადარიგო არალეგალური შესასვლელი. ბევრი ცდილობს ესეთის მოძებნოს. არის ეს ცდილობები. არალეგალური, არა კარიდან შევალ, არა ფანჯრიდან შევალ, ან საკვამურიდან შევალ, ან რაღაცას. ეს მახსენებს სხვა ისტორიებს, რომელსაც ეხლა აღარ ჩამოთვლი ჯადოქრობისა თუ ყუდიანებისა თუ მოგვების, ასე ვთქვათ, ტრაექტორიებს, რითაც შედიან და ეს სათადარიგო შესასვლელები, ასე ვთქვათ, სიმბოლიზირებს არა მარტო იმ სახლს, სადაც ცხოვრობს ადამიანი, არამედ მის სხეულსაც, რომელიც ტაძარია, ასევე უნდა იყოს და მასშიც თუ კი პორტალს გაუხსნის და კარებს გაუხსნის, იქაც არ გაჩერდება, იმძალას აქვს ყოველთვის ამაზე მწვანე ანთებული, ყოველთვის შევა. თუ ადამიანმა შეუშვა, შევა. და ვიც ვერ ხედავს და არ ჯერა
ეს მისი პირადი პრობლემაა, სანამდე ვერ ხედავს, გზნობს და თუ ვერც გზნობს, მაშინ როცა დაინახავს, მაშინ იგზნობს კიდევაც და დაინახავს კიდევაც. ყოველ შემთხვევაში აი ესე დაბრუნება, მუდამ დაბრუნება უფალთან ყოველგვარი სტუნებისაგან, ყოველგვარი არასაჭირო ჭიდილისაგან და ამ უამრავი გამოწრთობისაგან ჩვენ სათბურში არ ვიმყოფებით. არც აკვარიუმში ვარ, თუ იქიდან ვიყუროთ მარტო. და მარტო ჩვენი რაღაც პირადი სივრცე გქონდეს. ჩვენ ვარ ღია კოსმოსში, ღია სივრცეში, ღია სამყაროში, სადაც შექმნილია ღვთის მიერ ყველაფერი კეთილად. და თუ რამე გამრუდდა და გაფუჭდა და დეგრადირდა, ეს ისევ ჩვენი არასწორი იმ უნარჩვევების არასწორი, არა მართალი, არა მართლმადიდებლური ცხოვრებით ხდება და გამოსწორება ამის ყოველთვის შეიძლება. ნებისმიერი რამის უკვე ადამიანი გამონდობს. რა თქმა უნდა, ძნელია გამარჯვება, ძნელია, მაგრამ გამარჯვების მოპოვებაც არ არის ადვილი და არც მისი შენარჩუნებაა კიდევ ადვილი. იმიტომ ის უფრო ძნელი შენარჩუნება, ვის კი მოიპოვა, ამიტომ არ უნდა სხვა თემაა კიდევ. არ უნდა აფიშირება, მოიპოვე გამარჯვება, წარმატება გამიცადა, ეს ამას მივახცია და გაიხედა სანამდე გამარჯვება ხელში უჭირავს, მაგრამ მოპოვებული ჯერ ცხლად მოპოვებული გამარჯვება უკვე გააქრა და დაიკარგა და გაიფანტა. თუ სანამ მიტყვი, უნდა დაფიქრდე, რას ამბობ. და რასაც ფიქრობ, ყველაფერი არ უნდა თქვა, ჯობნა მოძღვარს კითხო. ყველაფერს რასაც ფიქრობ თუ თქვი, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება. და რასაც ამბობ, იმაზე უნდა დაფიქრდე, ხო, ახლა იცით ეს ყველაფერი. ამიტომ მინდა დაგმისურვ ყველა და მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ. ბედნიერება ზუსტად არის ის, რომ ადამიანი გზას ნახავს ქრისტესკენ, მოიხსნის უცოდინარობის შეცდომების სიმთვრალიდან გამოვა, მოიხსნის ამ მიზეშედეგობრივი კანონების უცოდინარობის და სიბეცის, ღვთის აქსიომების, ღვთის კანონების, ღვთის მიერ ქმნული რეალობის უცოდინარობის სახლებს და ამოვა სარდაფიდან და მიიტყვის, რომ ზე არ არსებობს. თუ არის ჩასული სადღაც სარდაფში და აქ კიდევ თვალები ახვეული და შავი სათვალებია გზა კიდევ გაკეთებული. სიმბოლურად ვთქვა. ხო გამოვიდ, ნახე, გზე სიმართლისას დაინახავ. არავის არაფერი არ დაუმალა ღმერთმა. არავის არაფერი არ მოაკლა და არ დაუმალა. ყველას ყველაფერი მიცა. და გზას გზაჯვარედინზე მთელი ცხოვრება ჯვარი წერია. გზაჯვარედინზე იმდენს მთელი ცხოვრება ადამიანი. ეს არის გაორების პირდაპირი, ასე ვთქვათ, ეს არის საოცარი ტანჯვა. ჯობია, როგორ თქვა, არასწორი არჩევანი გააკეთო და გააკეთო არჩევანი მეთქი, ეს როგორ თქვა, ვიდრე ესე გადაუწყვეტელ და გაორებულ მდგომარეობაში. ჯობია, კარგი არჩევანი გააკეთო, მარჯვენა გზა აირჩიო. როგორც დიდაქეში წერია, სიცოცხლის გზა აირჩიო. რომელიც ქრისტეს გზა და იქ დეტალურად არის დახასიათებული სიცოცხლის გზაც და სიკვდილის გზაც. წაიკითხე დიდაქე და იქ დეტალურად წერია რა პარამეტრები აქვს ამ გზას და ვინ მიხვდება თვითონ ვინ როგორ გზაზე დადის და რა არის გამოსასწორებელი. ეცადეთ რომ ღვთისნებასთან ღვთისნების დაუკითხავად ლოცვით ვეკითხებით ღვთისნებას. დაუკითხავად მოძღვრის დაუკითხავად მიიღებთ გადაწყვეტილებებს თან ფუნდამენტალური ცხოვრების შემომაბრუნება და ისე გადაწყვეტილებს. განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გამოსვლობა ხდება, მაგრამ მაინც ეს პერიოდი, მართვის პერიოდი უფრო დაუთმოთ, მივიღებთ ეს დროს რადიკალურ გადაწყვეტილებებს, სიკეთისაკენ ვიბრუნდეთ, ვეცადოთ რომ მინდა მაინც უფრო და უფრო ვიზრუნოთ სულიერი, ეს ვთქვათ, საზრდოს მიღებისთვის, განწმენდისთვის და ვეცადოთ რომ უფალს შევავედროთ ჩვენი თავი. განსაკუთრებულ რაღაცა აკვიატებულ რაღაცა თხოვნა ვედრებას ვევედროთ უფრო გავიდეს გადავლახით მართვა იილოცეთ მოგეცემოთ პასუხი. პასუხი მოვა. უპასუხოთ ღმერთი არ არის ჩვენ ტოვებთ ხომ უპასუხოთ ზოგჯერ და უგამარჯვებოთ. ისე ვიცი ადამიანს ზოგჯერ ვეჩევარჩევთ ხოლმე მე ვერ ვცნობთ. ან რაღაცა ყურადღებულ ჩვენი სისუსტის გამო თორე უფალს ყველაფერს ხედავს უპასუხოს არავის არ დატოვებს. თუ სწორად და მართლად დასმული კითხვაა. შეიძლება კითხვას არ დასვამ, უკვე პასუხი მოვა. და ეს პასუხი აუცილებლად გიპოვნის შენ. შენ იყავი გზა, პასუხი ყოველთვის გზადაა, ზეცა ყოველთვის გზადაა. შენ იყავი გზა, ვისაც ეს მიიღო. თორემ მამა ზეციერი ყოველთვის გზადაა, მამაძე და სულიწმინდა. შენ იყავი გზა. შვილი. აი ეს მინდა გისურვოთ. ამაზე ვიმუშაოთ მართვაში, რომ
ეს ჩვენი ფუნდამენტალური მსოფლმხედველობის, მსოფლშეძნებითი საკითხები, კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გავეცეთ და უნდა გავცეთ და გავიაზროთ, პასუხგაუცემელი არ დაგვჭირთ, თორემ მოსვენებას ვერ პოვეთ. ისწავლეთ ჩემგანო, ხო ქრისტიანობა, ამიტომ ვისწავლოთ. სწავლა არის აუცილებელი ღვთისმსწნევებისა და ღვთისნებას სწავლა უნდა. ყველაფერს სწავლა უნდა. და ყველაფერზე ვედრება არის საჭირო, რომ მიიღო. თორემ ყველა უფალმა ყველა ნიჭი მოგცა ჩვენ და ვევედროთ, ბევრი ვილოცოთ მართლა ხშირად ვეზიაროთ. მოძღვარს ვკითხოთ. მარტო რუტინული და ობილატერული თუ ესე სიტყვას ტექნიკურად ვხმარობ, მაგრამ აი ესეთი მარტო ყოფითი საკითხები კი არ არის თავად. უამრავი საკითხი არის ისეთი, რაც ფუნდამენტალურ გააზრებასა და უპირველეს სასიცოცხლო მოვალეობას ვიტყოდი, ვალდებულებას წარმოადგენს ჩვენი მიწაზე ყოფნის მისიისა, ჯვარკვირთველობისა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, ვის რა ჯვარი გვაქვს. აღიღე შენი ჯვარი, მე შევამბიდეთ იმით. მოკლედ გლოცავთ, რაც დავაცოთ, გაგაძლევთ, გაგახაროთ გზას მიყოლოთ, ღვთის სარგებლად, სული სარცხმელებლად. ამინ.